საკითხავია რა დაუფორმა თუ რა დაუფორმა. ისინი არ დათმობდნენ ისე რა. დიდი ფული იშავრება ამ გუდანის შავრებში. უსერიოზულესი. მაშინ მოიდგეს თუმცა. შაურმების ცნობილ ბიზნესსაც ამ ქვეყანაში ივანიშვილის გუნდის წევრები ფლობენ და მართავენ. ეს ქალაქში ყველაზე ცნობილი გლდანის შაურმაა, რომელსაც ირაკლი კობახიძის მიერ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშნული კაცი მამუკა მერკვილაძე ფლობს. როგორ აღმოჩნდა თქვენი კომპანია მამუკა მერკვილაძის ხელში? ეს კახა მენაღარიშვილია. ბიზნესმენი, რომელმაც გლდანის შაურმის მომგებიანი ბიზნესი რუსეთში ქართული ოცნების დესპანს მისცა. მენაღარიშვილმა კომპანიის წილები უსასყიდლოდ მაშინ დათმო, როდესაც გლდანის შაურმა ცნობილი ბრენდი იყო და ფილიალებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდა. ინფორმირებული ადამიანი შაბათის ეთერს უყვება, რომ გლდანის შაურმა სწრაფი კვების ობიექტის დამფუძნებლებს საკუთარი ნებით არ დაუთმიათ. ბიზნესი მფლობელებს წართვეს. რატომ დათმეთ წილები უსასყიდლოდ? დაგათმობინეს ეს წილები? ბატონო, წილები დაგათმობინეს, რომ მერკვილაძეზე გადაგეფორმებინათ? 25 ახლა ეს პროცესი იმიტომ მიმდინარეობს, რომ თქვენ გლდანის შაურმაზე MC გლდანის წილებზე აღარ ელაპარაკოთ. ვებრძოლებიან ჩვენ თავს ვიმართლებთ. როგორ აღმოჩნდა მომგებიანი ბიზნესი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ხელში, რომელიც ამ პოსტზე პირადად კობახიძემ პრემიერად დანიშნვისთანავე გაამწესა. ჩვენს ხელშია მამუკა მერკვილაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, ნასყიდობის ხელშეკრულებები, დადებული გარიგებები და წილების გადმოფორმების პროცესი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დოკუმენტების მიხედვით გლდანის შაურმა, რომელსაც კომპანია MC გლდანი ფლობს, მენაღარიშვილმა 2020 წლის 1 ივნისს დაარეგისტრირა. წილის 20% 18 წლის შვილის რატი მენაღარიშვილის სახელზე გააფორმა. 80% კი ბიზნესმენ ირაკლი თუშიშვილის საკუთრება გახდა. დოკუმენტებში ჩანს, რომ ბრენდად ქცეული ბიზნესი მეწილეებმა ერთად დათმეს და კომპანიის დირექტორს აჩუქეს. დირექტორმა კი ნაჩუქარი ბიზნესი ჩუქებიდან 10 დღეში კობახიძის რჩეული დიპლომატის მამუკა მერკვილაძის სახელზე გადააფორმა. ვინ გითხრათ, რომ წილები ჩინოვნიკის ხელში უნდა აღმოჩენილიყო? როგორ აღმოჩნდა, რომ თქვენმა შვილმა და თუშიშვილმა თქვენი კომპანია უსასყიდლოდ ფაქტობრივად მისცა მამუკა მერკვილაძეს რუსეთში საქართველოს ელჩს? წაგართვეს ეს წილები, ბატონო კახა. მოვძანდით და ვისაუბროთ. კახა მენაღარიშვილის სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაშია ბრალდებული. განსასჯელის სკამზე რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდა. გლდანის შაურმის ყოფილ მფლობელს 2016 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმებით გამოვლენილ დარღვევებზე პასუხს ახლას თხოვენ. ინფორმირებული ადამიანი მენაღარიშვილის გარემოცვიდან გვიყვება, რომ საქმეს საგამოძიებო უწყება მთავროდან მას შემდეგ ჩამოიღო, რაც გლდანის შაურმის ყოფილმა მფლობელმა წართმეულ ბიზნესზე ალაპარაკება გადაწყვიტა. წაგართვათ მერკვილაძემ ეს წილები. ოცნება ჩაგიძდა შაურმის წილში, ბატონო კახა. ბატონო კახა, ოცნება შაურმის წილში ჩაგიჯდათ? 25 აპრილს მოვძანდით 2 საათზე. და გვეტყვით მერე რა ქენეთ? ვისაუბროთ შემდეგ. მერკვილაძის ხელში როგორ აღმოჩნდა გვიპასუხებთ 25 აპრილს? პროცესი გვაქვს 2 საათზე მოვძანდით და სხვა რამე გკითხეთ, ბატონო კახა, ახლა ასე ხوارება დამხელა კაცი. ანუ რატო დამძდეთ 25 აპრილს მოვძანდით 2 საათზე ვისაუბროთ. რა ვითარებაში დათმო ბრენდად ქცეული შაურმის ბიზნესი? მენაღარიშვილი ამ ეტაპზე დუმილს არჩევს. რეესტრის თანახმად წილები ოფიციალურად მისი შვილის სახელზე იყო გაფორმებული. მენაღარიშვილის ყოფილი მეუღლე იხსენებს, რომ ბიზნესი მის ვაჟს ისე მოულოდნელად გადააფორმებინეს, რომ მიზეზიც კი არ უთქვამთ, რატომ ათმობინებდნენ კომპანიას. გლდანის შაურმა ჩემს გაუფორმეს თავიდან. მე რა ხდა იმ დღეს ვიგებ, რომ ჩემ
ქანიშვილი მეუბნებად ილიცქება და დედა მივდივარ მგონი რუსთავში წავიდნენ თბილისში ადგილები არ იყო თუ რაღაცა არ ვიცი რატომღაც რუსთავში წავიდნენ და რუსთავში გადააფორმეს და მეუბნება რომ დედა მე მივდივარ რუსთავში რატომ მეთქი და აი 20 წელია ჩემს სახელზე ჩემს სახელზე 20 წელი რაც გადააფორმეს ისიც უნდა გადაუფორმო გამიკვირდა ძალიან გამიკვირდა მაგრამ სიმართლე ვერაფერი ვერ გავიგე ვიცი მანდ რა მოხდა არაფერი არ ვიცი დღემდე რატის არაფერი არ უთქვამს არა ხომ არ წაართვეს ქალბატონო ეს წილები მე არაფერი არ ვიცი ამ დროს საუბარში გლდანის შაურმის ოფიციალური მფლობელის რატი მენაღარიშვილის დაერთვება. ისიც გვიდასტურებს, რომ ბიზნესის დათმობა ბუნდოვან ვითარებაში მოხდა და ოჯახმა ვერ გაიგო, რატომ დაათმობინეს კომპანიის აქტივები. ჩემ ძმას ეს გადაუფორმეს, ანუ საუბარი არის 4-5 წლის წინ იყო, ხო და ახლობლად არც ვიცი. თქვენ უკეთესად გეცნობთ 5 წლის იყო. ალბათ რატი იქნებოდა 18 წლის? დიახ, დაახლოებით. 18 წლის იყო და ბუნებრივი არის, რომ რატი არ მართავდა ამ ბიზნესს. ახალ რატის მამა იყო პასუხისმგებელი ყველაფერზე. დიახ. აიყო ანა სადღაც რა გადააფორმეს, გადმოაფორმეს, ანუ არ ვიცი. კითხვები არ გქონიათ არც თქვენ და არც თქვენს ძმას? ძალიან ბევრი კითხვები მქონდა, რაზეც ვერ მივიღეთ პასუხები. საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მამუკა მერკვილაძის სახელზე შაურმების ბიზნესის გადაფორმების საქმეში შუა რგოლი კომპანია MC გლდანის დირექტორია. დოკუმენტების მიხედვით, სწორედ იოსებ პეტრიაშვილს აჩუქეს 2020 წლის 24 ოქტომბერს კომპანიის დამფუძნებლებმა მენაღარიშვილმა და თუშიშვილმა დიდი ბიზნესი. ბატონო გლდანის შაურმასთან დაკავშირებით გვაქვს თქვენთან კითხვები. მაინტერესებს წილები თქვენ საჩუქრად რატომ მოგცეს ამ წარმატებული ბიზნესის? რამდენი ხანია არა ვარ მაგალითში. თუმცა თავდაპირველად მენაღარიშვილმა და თუშიშვილმა თქვენ გაჩუქათ უსასყიდლოდ. მხოლოდ დირექტორი იყავით და შემდეგ მთელი წელი თქვენ გადმოგიფორმდათ და რატომ გადაიფორმეთ იოსებ პეტრიაშვილმა კითხვის მოსმენისთანავე ტელეფონი გათიშა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. ეს კი მამუკა მერკვილაძისთვის წილის გადაცემის დოკუმენტია. სწორედ იოსებ პეტრიაშვილმა მიჰყიდა მერკვილაძეს კომპანია ჩუქებიდან 10 დღეში. ირაკლი კობახიძის მიერ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად გამწესებული კაცი შაურმების ბიზნეს პარტნიორებთან ერთად დაახლოებით 1 თვე ფლობდა. შემდეგ კი 100% გადაიფორმა. რა ვითარებაში დაათმობინეს წილები კომპანიის დამფუძნებელს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმ შუამავალს შეუძლია, რომელმაც წილი ჯერ გადმოიფორმა, შემდეგ კი მამუკა მერკვილაძეს სიმბოლურ ფასად მიჰყიდა. იოსებ პეტრიაშვილი ტელეფონს დიშავს. ამიტომ რეგისტრაციის მისამართზე ვაკითხავთ. ბატონ სოსოსთან მქონდა კითხვები სახლში რა? არა შვილო, არა. აი ეს გლდანის შაურმის ბიზნესზე გვაინტერესებდა. არ ვიცი დედი, არაფერი არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვი. სად მუშაობს თქვენი შვილი? არ ვიცი დედი, არ მუშაობს. არ მუშაობს? მუშაობს, მაგრამ სად მუშაობს ნაღდი ვერ გეტყვი, არ ვიცი შვილი, არაფერი არ ვიცი. აი მე არაფერი არ ვიცი. თქვენი შვილი სად მუშაობს? არაფერი არ ვიცი დედა, არაფერი არ ვიცი შვილი, არაფერი. არა დედა, საერთოდ პირველად ხედავთ ეხლა თქვენ და სოციალსაც როგორ შეიძლება თქვენი შვილის ამ არ ვიცი დედი, არაფერი არ ვიცი. ელჩ მერკვილაძესთან არ ვიცი შვილო, არ ვიცი, არ გესმით რომ არ ვიცი. გეხვეწებით, არაფერია, მართლა არ ვიცი, რატო არ გჯერათ რომ არ ვიცი. მამუკა მერკვილაძე, რომელიც ირაკლი კობახიძემ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშნა, არაერთი მსხვილი ბიზნესის მფლობელია. რამ გამოიწვია მისი დაინტერესება შაურმების ბიზნესით? ამ კითხვით ჩვენ მერკვილაძის კომპანიის დირექტორთან მივდივართ. არ მაქვს დამფუძნებელთან შეხება, არ ვიცნობ, არ მქონია კომუნიკაცია, მართალი რომ გითხრათ, ესე პირადად და შესაბამისად არ ვიცი იმის მიღმა, ვის რა წილები აჩუქეს, რა მიზერულ თანხად გადაუფორმეს გადმოგა, არ ვიცი. მე ვარ მოსაგლდანის დირექტორი, ამჟამად წარმომადგენელი, მე ვმართავ ამ ბიზნესს. ბიზნესის მართველი გვეუბნება, რომ ცნობილი ბრენდი ისე ჩაიბარა, დამფუძნებელი თვალით არ უნახავს. ტელეფონით არ უსაუბრია და კომპანიის მოგებისა და წაგების შესახებ მამუკა მერკვილაძეს მხოლოდ ელექტრონული პოსტით ეკონტაქტება. ჩვენ დავინტერესდით, როდესაც თანამდებობაზე ინიშნებოდა, ვისთან ჰქონდა მოლაპარაკებები.
ბიზნესი უნდა მართო რა გითხრას? არ მიკითხოს ვისი ბიზნესი, მე უამრავ ადგილას მაქვს ნამუშევარი გეტაყვა 27 წელია. სტრაფკობაში ვარ, არა მარტო სტრაფკობაში, სარესტორნო სისტემაშიც და არასდროს არ მიკითხოს ვისია ბიზნესი. ეს დაქირავებულ მოსახლეობას არ ეხება. პასუხისმგებელი ვისთან ხართ ქალბატონთან? თქვენ ზემოთ ხომ აღარავინ არის? თქვენ ხართ დირექტორი. თქვენ ხომ ვიღაცასთან პასუხისმგებელი ხართ? ვისთან ხართ პასუხისმგებელი? დამფუძნებელთან თუ იქნება საჭიროება იმისა, რომ რაღაცა მოხდეს, ჩვენს ურთიერთ შეთანხმება რაღაცაზე, აუცილებლად დამფუძნებელთან იქნება. არა, შეთანხმება არა, მაგალითად კომპანია ან მომგებიანია, ან წამგებიანია, გასული წლის პირველ კვარტალში ამაზე მოგებაზარალი იგზავნება მეილზე გეთახა. ვის უგზავნით ხოლმე? დამფუძნებლებს. ვის უგზავნით ხოლმე? დამფუძნებელს. ვინ არის თქვენი დამფუძნებელი? მამუკა მერკულაძე. ანუ მამუკა მერკულაძე თქვენ კომუნიკაციაში ხართ? არა, აი მეილს ვაგზავნე ყოველი თვის ბოლოს. რამდენი მილიონი ბრუნავს გლდანის შაურმის ბიზნესში? რა მოგება აქვს ასეთი კომპანიას, რომ მსხვილი ბიზნესის მფლობელი მამუკა მერკულაძე გლდანის შაურმით დაინტერესდა? მაგრამ ზუსტად ვიცი, რატომ უნდა გაგცეთ ამაზე პასუხი? ანუ ჩვენც გვიმალავთ და თქვენც არავის არ უმალავ არაფერს, უბრალოდ რატომ უნდა გაგცეთ ამაზე პასუხი მითხარით? ქართული ოცნების სანდო კაცი მოსკოვში გლდანის შაურმიდან მიღებული მოგების შესახებ მონაცემებს სახელმწიფოსაც არ აწვდის. ჩვენს ხელშია დოკუმენტი, რომელსაც ხელს ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აწერს. 2024 წლის 18 ნოემბერს საგადასახადო მერკულაძის კომპანიას, რომელიც უკვე რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის შეფად ჰყავდა დანიშნული მიწერა, რომ სავალდებულო დეკლარაციები 2020 წლიდან მოყოლებული არ ჰქონდა გაგზავნილი. ქართული ოცნების დესპანი რუსეთში შაურმების ბიზნესიდან რამდენს იღებს? არ ვიცი ვერბეტად. თქვენ ხომ ის კომპანიის დირექტორი? არა, მომგებიანი არ არის ბიზნესი, შესაბამისად ვერაფერს ვერ იღებს. გადასახადებს მაღლავს მამუკა მერკულაძე და რატომ არ ავსებთ დეკლარაციას? სამწუხაროდ იქამდე რა იყო, მე არ შემიძლია ვთქვა სამწუხაროდ იქამდე რა იყო რა, ვერ ვიტყვი მაგას. დღევანდელ დღეს გეუბნებით, შევიცვალეთ აუცილებლად კომპანია და დღეს აუცილებლად მიდის მაგაზე აქტიურად საუბარი. დაგაჯარიმეს ქალბატონთან? არა, არ ვართ დაჯარიმებულები. ანუ 2003 წლიდან გელოდებიან, როდის მოისურვებთ ანგარიშგების წარდგენას? არ დაუჯარიმები ვართ გეთაყვა. კომპანია MC გლდანი მესამე კატეგორიის საწარმოა, რაც ნიშნავს იმას, რომ 20 მილიონამდე შემოსავალი აქვს და 10 მილიონამდე ღირებულების აქტივს ფლობს. გლდანის შაურმა დღის განმავლობაში 1000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. როგორც ჩანს, მერკულაძემ საქმე დაალაგა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ფინანსური ანგარიშგება არ წარუდგენია, ოლიგარქის სანდო კაცი ამ დრომდე არავის დაუჯარიმებია.